ტოლვილთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა ინფორმაცია საწყობების შესახებ, რომელიც თითქოს უწყების ბალანსზეა და სადაც 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთათვის გადასაცემი ნივთები და სურსათი დღემდე ინახება. ტოლვილთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ დახმარებისთვის 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ნივთებისა და პროდუქტის მხოლოდ ნაწილია დარიგებული, 3,5 მილიონის ღირებულების პროდუქცია კი ისევ საწყობებშია დარჩენილი და დიდწილად უკვე მოხმარებისთვის უვარგისია. 5 არალეგალური საწყობი ტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა გააცნო ჟურნალისტებს ვიდეო და ფოტომასალაც, რომელიც უკვე მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. დავით დარახველიძე აგრეთვე ითხოვს გამოიკვლიონ იმჟამინდელი კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმებაც, რომლის დასკვნაშიც საწყობების არსებობაზე არაფერია ნათქვამი. ამ განცხადებებს ტოლვილთა ყოფილი მინისტრი დეპუტატი კობა სუბელიანი გამოეხმაურა. დევნილთა განსახლების და ტოლვილთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ფულადი და მატერიალური სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა განიავების, დევნილთა საჭიროებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასევე სახსრებით შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ინვენტარის და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების საგნების, ასევე პროდუქტების დიდი ოდენობით დაზიანების და დევნილთათვის არ გადაცემით სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზარალის და დევნილთათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის შესახებ. მე მინდა მიმართო საქართველოს პარლამენტს და ვთხოვო საქართველოს ყოფილი კონტროლის პალატის ამჟამად აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დანაშაულებრივი თანამონაწილეობის საკითხების შემოწმება საპარლამენტო კომისიის მიერ საქართველოს დევნილთა განსახლებისა და ტოლვილთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში თქმულა, ესე იგი აღმოჩენილია 5 არალეგალური საწყობი, რომელიც არ არის სამინისტროს ბალანსზეო. სამინისტროს ბალანსზე როგორ შეიძლება იყოს საწყობი? ეს არის კერძო საწყობები, რომელთანაც სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება იმის შესახებ, იმის თაობაზე, რომ შეინახოს და დასაწყობდეს იქ სხვადასხვა ტვირთები. იქ არის სხვადასხვა სახის ჩამონათვალი, ღუმელები და ასე შემდეგ, რომელიც დაურიგდა 2008 წლის შედეგად დაზარალებულ დევნილებს და არსებობს კიდე რაღაც რეზერვები და მარაგები, რომელსაც სამინისტრო იყენებდა პერიოდული განსახლებების დროს.